ის რაც ამ ეტაპზე დაზუსტებით ვიცით არის ის რომ სალომე ზურაბიშვილი თბილისში ის არ გამგზავრებულა დანიაში ცოტა ხნის წინ ის მივიდა თენგიზ არჩვაძის პანაშვიდზე სადაც მედია მისი გადაღება შეძლო თუმცა სალომე ზურაბიშვილი მედიის კითხვებს არ პასუხობს და არც განმარტებებს იძლევა პრეზიდენტის ადმინისტრაცია რომელთანაც დილიდან ვცდილობდით უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას დღეს ჰქონდა დაგეგმილი ვიზიტი დანიაში 2 ნოემბრის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰქონოდა შეხვედრები პარტნიორებთან თუმცა ფაქტია რომ ეს ვიზიტი არ შედგა და ჩვენ არ ვიცით გადაიდო თუ სხვა რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტს ამის შესახებ არაფერი უთქვამს. რაც შეეხება შეფასებებს ოპოზიციაში არსებობს ვარაუდი მხოლოდ რომ თუ კი სალომე ზურაბიშვილი მაინც გააგრძელებდა შეხვედრებს პარტნიორებთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამგზავრებისთვის მას უნდა გაეწია საკუთარი პირადი ხარჯები და შესაძლოა მან ზოგიერთი ვიზიტი გააუქმოს მისი ნაკლები მნიშვნელობის გამო და მნიშვნელობის შესაბამისად გაანაწილოს და გადაწყვეტოს სად წავიდეს და სად არა თუმცა ესეც მხოლოდ ვარაუდია რომელსაც გამოთქვამს ოპოზიცია და ბუნებრივია ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს სალომე ზურაბიშვილმა ან მისმა ადმინისტრაციამ მაინც. იმედი მაქვს რომ მიუხედავად მთავრობის უარისა პრეზიდენტი ზურაბიშვილი გააგრძელებს ვიზიტებს ევროპის დედაქალაქებში იმიტომ რომ ეს წნეხი მთავრობის მხრიდან ბუნებრივია იქნება მაგრამ ამ წნეხის მიუხედავად ყველა დამოუკიდებელმა აქტორმა უნდა გააგრძელოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ადვოკატირება ევროპაში. დაუშვებელია რომ ხელისუფლების წნეხს დავექვემდებაროთ. და არის მნიშვნელოვანი ვიზიტები, სადაც პრეზიდენტმა უკვე ჩვენ ვნახეთ რომ საკუთარი სახსრებით იმოგზაურა და შეხვდა ევროკავშირის ლიდერ ქვეყნებს. ხედავთ რომ პრეზიდენტი არ აპირებს გაჩუმებას და მორჩილებას საქართველოს ნების ამ ანტიდასალური პროცესების ფონზე და შესაბამისად ვფიქრობ რომ ეს იქნება კატეგორიზაცია გამომდინარე მნიშვნელობიდან და არა ყველა იმ მოწვევაზე პრეზიდენტის სადაც თავრობა უარს იტყვის. არ მაქვს ინფორმაცია რა არის კონკრეტული მიზეზი ამ ვიზიტის გაუქმების ამ ვიზიტის გადადების მაგრამ დარწმუნებული ვარ ქართული ოცნების ვერანაირი თავდასხმა და მუქარა არ იმოქმედებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სალომე ზურაბიშვილისთვის დამაბკოლებელი თუ ფინანსური საკითხები ეს ჩვენ არ ვიცით თუმცა ფაქტია რომ ამ პროცესთან ახლდა ასევე გაფრთხილებები და მუქარები ხელისუფლების მხრიდან რადგან მმართველი პარტიის დეპუტატები მათ შორის დღესაც ამბობდნენ რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მაინც გაემგზავრებოდა საზღვარგარეთ ამას მძიმე შედეგი მოჰყვებოდა და კონსტიტუციის დარღვევა სისხლის სამართლის საქმედაც შესაძლოა გაგრძელებულიყო მას შემდეგ რაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურებოდა სალომე ზურაბიშვილს დანიის გარდა კიდევ პრეზიდენტს აქვს დაგეგმილი სხვა ვიზიტებით სხვა ქვეყნებში დეკემბრის ბოლომდე შესაბამისად ჩვენ არ ვიცით სალომე ზურაბიშვილი სად გადაწყვეტს წასვლას და სად არა და ასევე არ ვიცით ის ქართულ მედიას და შესაბამისად ქართულ საზოგადოებას ეტყვის თუ არა მისი სამომავლო გეგმების შესახებ უფრო მეტს.